მალდივების ხსენებაზე ყველას ეს ულამაზესი და უძვირესი რეზორტები და ბუნგალოები წარმოგვიდგება. თუმცა ბევრმა თითქმის არ იცის, რომ მალდივებზე ადგილობრივებიც ცხოვრობენ და ისინი 187 კუნძულზე არიან განაწილებული. მათი რაოდენობა 9 მილიონ ადამიანს შეადგენს და საკმაოდ ჩაკეტილი და ტრადიციებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ შესახებ ბევრი არ გვსმენია, რადგან სულ რაღაც 2008 წელს დაუშვეს ტურისტების მიღება ადგილობრივ კუნძულებზე და მათთან ერთად ისწავლეს ახალი კულტურების გაცნობა. დღეს მე მათთან ერთად გავისეირნებ ულამაზეს ინდოეთის ოკეანეში, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. ზოგადად მოგზაურობისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილობრივების გაცნობა, მათი ტრადიციების შესწავლა და ასე შემდეგ. და ეხლა ზუსტად ეგ მომენტი მაქვს, რომ იმ ჩვენს ნაცნობ მეგობრებთან, ასე ვთქვათ, უკვე რამ გავიცანი აქ გარკვეული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და მათთან ერთად გავდივარ ეხლა კუნძულის დასათვალიერებლად. აი ესეთი გარემო არის ჩვენს გარშემო, პატარა ნავი, ძალიან საყვარელი ბავშვები არიან, ეს არის ჩვენი კაპიტანი. უბრალოდ დღეს დასვენება აქვს ამ ბავშვებს, შაბათია, სკოლა არ აქვს და გამოიყვანეს სასეირნოდ ესე კუნძულის გარშემო. You saw fish? How big fish? What's your favorite fish? Shark. Shark? Really? You have seen many sharks? So good. And your favorite fish? Manta? You don't know? Manta is really your favorite or just because she told you? Aha, delfinები გამოჩნდნენ, ეხლა ეძახის ეს. Აბა, where is the dolphin? მალდივებზე განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ და როგორც ვხედავთ, ისინი ინგლისურად ბავშვობიდანვე გამართულად საუბრობენ. სანამ ტურიზმს გახსნიდნენ, ყველა მალდიველი აქტიურად მეთევზეობით იყო დაკავებული. ისინი ამ მეთევზეობას ასწავლიან პატარა მალდიველებსაც. აჰა, შეხედეთ, ეხლა ეს პატარა არის და უკვე მეთევზეობის სპეცი. ისინი უკვე გამოცდილი მეთევზეები და მყინთავები არიან. ამ ბავშვების შემყურე ხვდები, რომ მართლაც ამ ოკეანის ნაწილები არიან. აი ამ მაგარმა ტიპმა მოკლედ ზუსტად 2 წუთში დაიჭირა არც მეტი არც მეტი 4 თევზი. აი ესე ტუნა თევზი დაიჭირეს. და ეხლა დაასრულეს თევზაობა. What's your name? Rasan. Rasan? You are very cool. შეხედეთ რა ფერები არის. რა საოცრებო ფერები არის, შეხედეთ. Look, we are coming to another island. Huh? Big island, very big. Velikand. საოცარი წყალია, აი ძალიან ლამაზი, შეხედეთ რა საოცრებარი ფერებია და ეს ანარეკლინძის. ძალიან მაგარია, ესენი ნახე როგორ ერთობიან აქ საყვარლები. იქ კერძო კუნძული არის, მეორე კერძო კუნძული გამოჩნდა, მშენებლობა მიდის იმ კუნძულზე.
ახლა მე და ჩემი მეგობარი დაირა. ზივართ ახლა ნავის წინ, მივუყვებით ულამაზეს მალდივების ინდოეთის ოკეანეს. ესე გარშემო ავსტრალიის ხალხები, პალეოკონზეც ჩავა, ძალამაზია. მალდივებზე სულ 1100 სახეობის თევზია გავრცელებული. მათ შორისაა ზვიგენები, ზღვის კუები, 21 სახეობის ვეშაპი და დელფინი, 180 სახეობის მარჯანი, 400 სახეობის უამრავი კიბორჩხალა და კრევეტები. თან ვასწავლიან ერთმანეთს, რა საყვარლები არიან. აი ესე გააკეთეავნება. Yes. My parents' friend is very good at fishing. Okay. How often you go fishing? When did you start? I think when I was 6 years old. But 28 is my birthday. 28. 6 days. Huh? 6 days until 28. So Aha. my birthday is coming up on May 20. May 20 and you will be 10. And how old you will be? 8 years when March 28 comes. 8 years. Aha, very good. You happy for your birthday? Yes. They make you presents? Sometime. Sometimes, yeah. When is your birthday? September 12. Okay, September 12th. Yeah. Nice. Very good for you. სანამ ჩვენ წყლის ზემოთ დავცურავთ, ახლა უცებ განახებთ რა ხდება ამ დროს წყალქვეშ. Baby, you give me ice and fire. You're giving me wind and rain. You're some kind of butterfly. Baby, you give me midnight. You whip up my appetite. Don't leave me here high and dry. Oh, well, I don't wanna jinx it, baby. And twist myself at the spine. Don't wanna overthink it, baby. It's just twist your body and mine. Baby, you give me ice and fire. You're giving me wind and rain. You're some kind of butterfly. Baby, you give me midnight. You whip up my appetite. Don't leave me here high and dry. Oh, but I don't wanna jinx it, baby. Let's not get ahead of my time. Oh, but I don't wanna miss you, baby. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა საბოლოო ჯამში აი ამ საყვარელ ადამიანებთან ერთად. თან რო უყურებ ეს პატარა ბავშვები როგორ ცდილობენ რომ ითევზაონ. სწავლობენ როგორ ასწავლეს თავის მამა, ბიძა და ასე შემდეგ. ლამაზი მზის ჩასვლა არის იქ ახლოს. ეხლა ვუბრუნდებით ამ ჩვენს კუნძულს, იმიტომ რომ ეხლა თან აქ რამადანი არის და უკვე ასე ვთქვათ საღამოს ბახშა მიუწევთ. აი ეს არის ჩვენი კუნძული. მოვიარეთ მიმდებარე კუნძულები. საღამოს ვახშმისთვის დაიჭირეს რამდენიმე ტუნა თევზი და ბედნიერები დავბრუნდით კუნძულზე. გზად კი ეს ულამაზესი მზის ჩასვლა ვნახეთ. ამას უყურეთ, ხოცები, რა პატარას მიყავს ნავი. How old is he? 7. He's allowed to drive. He's younger than all of us. Amura! We survived? Yes. დავბრუნდით ახლა უკვე მოვადექით ჩვენს კუნძულს, აი ესეთი ულამაზესი გარემო. What? You said something? No fish there and here. No fish, yes. შეხედეთ რა ლამაზი მზის ჩასვლა არის.
საოცარი გარემო არის და აი ეს არის ადგილობრივი კუნძული. შემდეგ დღეს ადგილობრივ სკოლას ვესტუმრე. აქ ამ კუნძულის საბავშვო ბაღი და სკოლა ერთად არის გაერთიანებული. აი ესეთი სიტუაცია არის, ჩემს უკან ვესწრები ახლა ამ ბავშვების გაკვეთილს და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, ასწავლიან სამ ენას. ინგლისურს, არაბულს და თავის ენაზე. 6 წლისები არიან ესენი და უკვე სამ ენაზე წერენ და კითხულობენ ჩვეულებრივად. აი, ინგლისური აქ აქვთ. არაბული აქ აქვთ, იმიტომ რომ მუსულმანები არიან და ლოცვა უნდა შეგვიძლიოსო, ანუ წავკითხოთო, ეს ამათი ენა არის. აი, ამათი ამბანის ხე. მალდივური ენის ამბანის ხე. ნახე რა საყვარლები არიან. გოგო ბიჭები. არაბულის გაკვეთილი აქვთ ახლა. ზოგადად კუნძულები საკმაოდ პატარაა და დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს. საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო და სათავგადასავლო მალდიველების ადგილობრივ კუნძულზე დასვენებად, სადაც ბევრად ბიუჯეტურად არის ხელმისაწვდომი აქ დარჩენა.